ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მოქალაქეებს ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს. ჰიდრაბადში გამართულ ხალხმრავალ გამოსვლაზე მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს ნაკლები საწვავის გამოყენებისკენ, საზღვარგარეთ მოგზაურობის შემცირებისკენ, ნაკლები ოქროს შეძენისკენ, ავტობუსის ნაცვლად მეტროს გამოყენებისა და სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდა. გამოვიდა იმპორტის შემცირების ინიციატივითაც. ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთის ომის ფონზე ენერგეტიკაზე გლობალურად გაზრდილი ფასებია, რამაც მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულაციის მქონე ქვეყანას საქმე მნიშვნელოვნად გაურთულა. სწორედ ამან უბიძგა ინდოელ ლიდერს მოსახლეობის მიმართ ბოლო დროის ყველაზე მკვეთრი განცხადებები გაეკეთებინა. პატრიოტიზმი არა მხოლოდ იმის ნება, რომ საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შესწირვა. ასეთ მომენტებში პატრიოტიზმი პასუხისმგებლობის გამოჩენა და ერის მიმართ ვალდებულებების შესრულებაა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამგვარ გლობალურ კრიზისში პრიორიტეტი ვალდებულებაზე სრული ძალისხმევით უნდა გავაკეთოთ. დიდი გადაწყვეტილება იქნება საწვავისა და დიზელის ზომიერი გამოყენება. ჩვენ უნდა შევძლოთ მათი მოხმარება. კორონავირუსის დროს ჩვენ ბევრი სისტემა დავენერგეთ, მათ შორის იყო სახლიდან მუშაობა, ონლაინ შეხვედრები, ვიდეო კონფერენციები. ჩვენ მათ შევეჩვიეთ კიდეც. დღევანდელობა მოითხოვს, რომ თუ ჩვენ ამ სისტემებს აღვადგენთ, ეს ეროვნულ ინტერესს მოემსახურება. ამ კრიზისში ჩვენ ასევე უნდა გავუსვათ ხაზი უცხოური ვალუტის დაზოგვასაც. ბენზინი და დიზელი იმდენად ძვირი გახდა გლობალურად, რომ ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასე რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ უცხოური ვალუტა, რომელსაც საწვავისა და დიზელის შესაწყდად ვიყენებთ, ეკონომიურად გამოვიყენოთ. ინდოეთის საწვავის 90%-ს იმპორტის შედეგად მოიხმარს. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ კი, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივ სამხედრო ოპერაციას მოხდა ირანში, ქვეყანას ხარჯები მილიარდობით დოლარით გაეზარდა, რამაც სერიოზული პრობლემები შექმნა. ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებისკენ მოწოდებების დროს მან ფერმერებსაც მიმართა და სასუქის გამოყენების შემცირება მოსთხოვა 25-დან 40%-მდე, რადგან მისი თქმით, იმპორტირებულ სასუქებზე გაკეთებული ეკონომია სავალუტო რეზერვებზე ზეწოლას მოხსნის.